ჩუქების ხელშეკრულება საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ პირს უსაწყიდლოდ გადასცეს ქონება ან სხვა საკუთრების უფლება მეორე პირს. ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება შეეხებოდეს როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ნივთებს. თუ კი განვიხილავთ მოძრავ ნივთებს, ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ ის, რომ ჩუქება დადებულად ითვლება მაშინ, როდესაც ნივთი რეალურად გადაეცემა ჩუქებლისაგან დასაჩუქრებულ პიროვნებას და ამ შემთხვევაში კანონი არ მოითხოვს იმპერატიულად, სავალდებულოდ, რომ მხარეთა შორის დადებული იყოს ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, ხოლო თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ უძრავ ქონებაზე, უძრავ ნივთზე, ამ შემთხვევაში განსხვავებულია სამართლებრივი რეჟიმი, თუ როგორ უნდა მოხდეს მესაკუთრის ცვლილება ამ ქონებაზე და შესაბამისად აქ უკვე საჭირო არის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და ყველა შესაბამისი წესის დაცვა, მათ შორის წერილობითი ხელშეკრულების არსებობა და შემდგომში მისი რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში. სამოქალაქო კანონმდებლობაში განსაზღვრულია კონკრეტული დათქმა, რომლის მიხედვითაც ჩუქება აკრძალულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჩუქრად განკუთვნილი ნივთი წარმოადგენს პირის საარსებო წყაროს. გარდა ამისა, კანონში მოცემულია 3 კონკრეტული საფუძველი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია უკვე გაჩუქებული ნივთის უკან მოთხოვნა. ერთი თუ კი ჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში და ფაქტობრივად ერთადერთი საარსებო წყარო მოესპო მას ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს, რაც კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული და ასევე თუ კი ჩუქებლის მიმართ ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულმა პირმა გამოავლინა დიდი უმადურობა ან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მას. თუმცა როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს არის შეფასებითი კატეგორიები და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს რამდენად შეიძლება შეფასდეს კონკრეტული ქმედება დიდ უმადურობად ან მძიმე შეურაცხყოფად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებლობა განსაზღვრავს კონკრეტულ ვადებს, რომელთა განმავლობაში შესაძლებელია უკვე გაჩუქებული ნივთის უკან მოთხოვნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩუქებელს უფლება აქვს იმ გარემოების გაგებიდან 1 წლის განმავლობაში გამოითხოვოს ნივთი უკან. დასაჩუქრებული პირი შეიძლება იყოს როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი. კანონი ამ მხრივ რაიმე შეზღუდვას არ აწესებს, თუმცა კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს, რომ თუ გაჩუქებული მოძრავი ან უძრავი ნივთი აღმოჩნდება ნაკლიანი, გამჩუქებელი ვალდებულია იზრუნოს ზიანის ანაზღაურებაზე. თუ ქონებას ჩუქნიან არასრულწლოვანს, რადგან არასრულწლოვანი ვერ გამოვა სახელშეკრულებულ ურთიერთობებში დამოუკიდებლად, აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამისთვისაც. და ასევე ქონების გასხვისებისთვისაც უკვე აუცილებელია, როდესაც ქონება არასრულწლოვანის საკუთრებაშია, სასამართლოს მეშვეობით ხდება ამ ქონების განკარგვა. ჩუქების ხელშეკრულების ვალიდურობა მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩუქებელი არის საღგონებაზე და გადაწყვეტილებას იღებს სხვისი ზეწოლისა თუ გავლენის გარეშე. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში შესაძლებელია განისაზღვროს მცირედი მოთხოვნა ან პირობა, რომლის შესრულებაც დასაჩუქრებულ პირს ეკისრება. შესაძლებელია მხარეებმა გაითვალისწინონ გარკვეული პირობები, თუმცა ეს არ უნდა იყოს გათანაბრებული ექვივალენტურ შესრულებასთან, რაც შეიძლება ჩაითვალოს არა უსასყიდლო ხელშეკრულების ფორმად, არამედ საპასუხო შესრულებად შეიძლება აღიქმებოდეს. შესაბამისად, ასეთი პირობები შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს ან ხელშეკრულებაში, ან ზეპირსიტყვიერად მხარეთა შორის, თუ კი მოძრავ ნივთზე გვაქვს საუბარი, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ მხარეებმა გაითვალისწინონ ეს არ დაემსგავსოს და არ გადაიზარდოს სასყიდლიან ხელშეკრულებაში, რომელიც უკვე ჩუქების ხელშეკრულებად ვეღარ იქნება აღქმული და დაკვალიფიცირებული. ჩუქების ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ მაშინ, როდესაც ის თავისუფალი ნებითა და კანონთან შესაბამისობაში ფორმდება. მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების მკაფიო განსაზღვრა კი უზრუნველყოფს, რომ მომავალში შესაძლო დავები თავიდან იქნეს აცილებული.